გამოდის თუ არა საზოგადოების და ეკლესიის დამოკიდებულება საჯარო დისკუსიის საგანი. თუ დიალოგი დახურულ კარს მიღმა უნდა წარიმართოს. დღეს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩვეულებრივ აღევლინება. წმინდა რომელი იგი მოცემულ არ ჩვენ და რამე თუ ქრისტე ვიდრე იგი ჩვენ უძლურღა. კვირის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო ტაძარს, რომლის წინამძღვარი მამა გიორგი ჩაჩალა შებილწულ და ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ადგილად აცხადებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი წირვაზე ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლების დასწრება გახდა. მეორე მოძღვარმა, რომელიც იქ მსახურობს, მამა გიორგი სტამბილაძემ დაიწყო წირვა და მას საპატრიარქოდან დაურიგეს და შეაწყვეტინეს მსახურება და უთხრეს, რომ სანამ თავიდან არ აკურთხებდნენ, მანამდე ეს ადგილი ბილწადილად ითვლებოდა, იმიტომ რომ ინგლისელმა სტუმრებმა, რომლებიც არამართლმადიდებლები არიან, ანგლიკანურ ეკლესიას ეკუთვნიან, ეს ტაძარი დაათვალიერეს და მოინახულეს. ნორვეჯის კათედრალური ტაძრის კანონიკი გრემ დრეიკი საქართველოში პირველად ჩამოვიდა და როგორც სასულიერო პირმა აქ მოქმედი სხვადასხვა ტაძრისა და სამლოცველოს მონახულება გადაწყვეტა. ის ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი ვიზიტი და მამა გიორგი ჩაჩალას მიერ გადაცემული წმინდა პანტელეიმონის ხატი ეკლესიის შებილწვის მიზეზი გახდებოდა. ქონდა პატივი რომ დავსწრებოდით მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. საკვირველი რამ მოხდა, მსგავსი პრეცედენტი შეუძლებელია ინგლისში მომხდარიყო ნებისმიერი ადამიანის ვიზიტის გამო. ძალიან დაგვამწუხრა იმ რეაქციამ, რაც ჩვენს ვიზიტს მოყვება და გულწრფელად ვამბობ, რომ არ ქონია სურვილი ვინმესთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა. ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ჩაჩალა საქმის გასარკვევად საპატრიარქოში დაიბარეს. მასთან გასარკვევი ტაძარში ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლების დასწრების გარდა რუსთავი 2-ის ეთერით 4 ევნის გაკეთებული განცხადებებიც იყო. იმ გაკეთილების დროს ამათმა მოახდინეს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიამ დატოვა სოფლიო ეკლესიათა საბჭო და ევროპათა ეკლესიის კონფერენცია, რაც არის გაეროს და ობსეს ეკვივალენტი საერთო საპატრიარქოში 2 საათიანი თათბირის შემდეგ მამა გიორგი ჩაჩალა საპატრიარქოს მდივანთან, დეკანოს მიქაილ ბოტკოველთან ერთად გამოდის და საუბრობს, რომ ინციდენტი ამოწურულია. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც გაიარეს კომუნისტური წნეხი, ყველაფერი და ვიცი ჩვენ გორბაჩოვს არ მოსულა. მოვედით რეჟიმით, როცა ეკლესია იყო დევნაში. და ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და წინვალი ურთიერთობა მოგვიანებით მამა გიორგი საკუთარი საჯარო გამოსვლების თაობაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. იმ დროს დეკანოზი ბოტკოველი მის გვერდით უკვე აღარ იმყოფება. იმ სიტყვების ნამდვილად არ მეშინია, მე რაც თქვი, მე იმ დროს იმ სიტყვების ვეთანხმებოდი და ეხლაც ვეთანხმები, როგორც სასულიერო პირი, რომლისთვისაც მშვიდობა არის უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველა ნაბიჯს ვადგავთ იმისთვის, რომ ეს მშვიდობა დამყარდეს. მშვიდობა დამყარებულია. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიაში ღვთისმსახურება გრძელდება. ჟამსაოდენ უხტოთათვის მოგდა, რამე თუ ძნიად ვინმე მართლისათვის მოგდის, ხოლო კეთილისათვის უძღვის ნუგუნ დაიკადრის წავიმეს. იმავე დღეს საპატრიარქოში კიდევ ერთ სასულიერო პირს იბარებენ. იქაც საუბარი რუსთავი 2-ის ეთერში მის საჯარო გამოსვლებს ეხება. ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მუდამსახური მამა ზაზა თევზაძე პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს აკრძალვის მიუხედავად გამოვიდა. ბუქარას ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ რამდენად სიმართლე შესაბამება ამაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებ, თვითონ მდივანმა საპატრიარქოს მდივანმა მეკითხა, რომ პატრიარქმა თქვა, რომ ეს ადმინისტრაციული საჯარის გარეშე არ უნდა დარჩეს. ეს შეიძლება იყოს ველმოქმედების შეჩერება, ჯერ და მე თუკი თქვა მე ისე ვერ მოვთვინიებდი ასე თქვა, მე შეიძლება გაიტანონ ჩემი საკითხი საეკლესიო წოდების აყრასთან საბრძოლო ხარისხიდან კავშირთან დაკავშირებით. საპატრიარქოში ამ ინციდენტზე ლაპარაკისას ადასტურებენ, რომ დიალოგი დახურულ კარს მიღმა უნდა გაგრძელდეს, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი რელიგიურად გათვითცნობიერებული არ არის. საზოგადოების დიდი ნაწილი რელიგიურად არ არის გათვითცნობიერებული, იმიტომ რომ ეს 70 წლიანმა ხელოვნურმა რეჟიმმა, რომელიც შექმნილი იყო აი ამ 10 წლების განმავლობაში, ძალიან სერიოზული ჭრილობა მიახენა ჩვენ რელიგიურ ცნობიერებას. ამიტომ ხალხისათვის ძნელი გასაგებია ეს ისეთი ურთულესი თემებია ეს ფაქტიურად. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთ საკითხებზე ვიმსჯელებთ საპატრიარქოში.
საზოგადოების რელიგიური გათვითცნობიერება ისევ სამღვდელოების ფუნქციაა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დახურული კარის მიღმა დიალოგით გათვითცნობიერება ვერ მოხდება. ამისთვის კარის გახსნა და საერო ღვთისმსახურების ტრადიციის აღდგენაა საჭირო. ჩვენში დაიკარგა სამწუხაროდ საერო ღვთისმსახურების და საერო სამოძღვრო მოღვაწეობის ტრადიცია და ყველაფერი არის აწყობილი სამონასტრო წესზე და ამ წესის მახინჯ გაგებაზე. ეპისკოპოსი იქნება, მღვდელი იქნება თუ დეკანოზი იქნება, საკმარისია გამოთქვას კრიტიკული აზრი, რომ მასთან დიალოგში კი არ შედიან. არა, მას დევნიან და დევნიან თავად აგრესიული ბროლის სახით და მასის საშუალებით. და იცით რაშია საქმე? ეს არის უკვე ფაშიზმის ნიშნებით აღბეჭდილი მოვლენა. ფაშიზმის ნიშნებს მწერალი ნაირა გელაშვილი მამა გიორგი ჩაჩავაძე თავდასხმაში ხედავს. თავდასხმა რუსთავის ეთერში ცნობილი გამოსვლის შემდეგ მოხდა. ინციდენტის მონაწილე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარი დავით ქლევიძე საპატრიარქოში არ დაუბარებიათ. სატელევიზიო კომენტარისაგან მამა დავითი აკრძალვის გამო თავს იკავებს. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ქლევიძის თავდასხმა გიორგი ჩაჩავაძე მათი გასარკვევი არ არის. თუ ეს დამნაშავებრივი ქმედება არის სისხლის სამართლის დამნაშავებული, მაშინ ეს უნდა გაარკვიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, ხო? ჩვენ ხო არ გვყავს პოლიცია, რაღაც სხვა სამსახურები არა. ჩვენ შევეცდებით ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის შესახებ მუდმივად გქონდეს ინფორმაცია ჩვენ მაყურებელს. იქამდე კი ისევ არჩევნები აჭარაში გამოვიდა. მიზეზი ეკლესიაში მოსალოდნელი განხეთქილების თავიდან აცილება იყო აზრთა სხვადასხვაობა, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დღემდე რჩება და ხშირად ეს აზრთა სხვადასხვაობა აგრესიის მიზეზიც ხდება. ფოთისა და ხობის მთავარ ეპისკოპოსის 25 მაისით დათარიღებული წერილი დღემდე საეკლესიო პირებს შორის ჩუმად ვრცელდებოდა. დღეს ის უკვე საჯარო განხილვის საგანია. მთავარ ეპისკოპოსი 1998 წლიდან დაგროვილი უპასუხო კითხვებისა და აგრესიის შესახებ საუბრობს. გაზეთი 24 საათი აგვაყენებს 25 მაისით დათარიღებულ წერილს კათალიკოს პატრიარქისადმი, რომელშიც ფოთისა და ხობის მთავარ ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი დაუფარავად მიუთითებს სამღვდელოებაში არსებულ აგრესიაზე და მათზე რეაგირებას ითხოვს. მიმართვა დღემდე უპასუხოდ დარჩა. რამდენიმე ფრაგმენტი წერილიდან. განვითარებულმა მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ ულტრარადიკალიზმი გარდაულად ბადებს ულტრალიბერალიზმს, რაც ერთნაირად სახიფათო და საზიანოა ეროვნული ინტერესებისთვის. მართალია მკალავიშვილის და მის მემდევართა ქმედებები აღიკვეთა, მაგრამ ასპარეზზე გამოჩნდა ამჯერად უკვე მოქმედ მართლმადიდებელ მოძღვართა მიერ დალოცვილი ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული რადიკალიზმითა და შეუწყნარებლობით განსხვავებული აზრის მიმართ, რასაც უპირისპირდებიან დაშინებითა და ტერორით და ფაქტობრივად სამომავლოდ ნიადაგი იქნება ფიზიკური ურთიერთდაპირისპირებისთვის. ამ ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას და დაშინების მცდელობას მეუფე ზენონისა და დეკანოზ თეიმურას თათარაშვილისადმი. კათოლიკოს პატრიარქის ბრძანები დანიშნული მოძღვრების, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისა და ლევან მექოშვილის არშეშვებასა და ფაქტიურად გამოგდებას სოფელ დიღმის წმინდა გიორგისა და თბილისის ჩიტაძის ქუჩის წმინდა მირიან და ნანას სახელობის ეკლესიებიდან. არაერთხელ მოაწყვეს მანიფესტაციები საქართველოს საპატრიარქოსთან სხვადასხვა დროს, მათ შორის ალექსანდრიის პატრიარქის საქართველოში ვიზიტისას. საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერიის მიმართ არაერთხელ გამოხატეს აგრესია და განსაკუთრებული დაფიქრებისა და შეშფოთების საგანია რადიოს ხელმძღვანელობისადმი კატეგორიული გაფრთხილება, რომ ეთერში არ ყოფილიყო გაშვებული კლასიკური მუსიკა. მართალია წერილი გუშინ გამოქვეყნდა, თუმცა საპატრიარქოში დიდი ხანია მიიღეს. რუსთავის გადამღებ ჯგუფს მას შემდეგ, რაც ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, დღეს საპატრიარქოში ცარიელი ოთახები და აგრესიულად განწყობილი დაცვა დახვდა. გადით მეთქი რა, მიბზალით, არ უთქვია ჩვენ არავის არ გაუფრთხილები ვართ და იმიტომ კადრებში. ჩემთვის არავის არ გაუფრთხილებია, რომ ჟურნალისტები შემოუშვით ჩიგნით შენობაში და ჯერ კიდევ მეორე სართულზე ახვეით, იმან რატო არ დარეკა იქიდან. თუ შეიძლება მიბზანით რა. პროდიოს ვარც საქართველოს ვინი არ შემოდის დაცვა ეგეთი ის არ არსებობს. სხვა და ოფიციალური ის არ არის. სტიქაროს არის. კომენტარები არ ეკეთება, მითხრა სხვა უფლებების განაიღოს შორენასგან, პატრიარქის დინისგან. პატრიარქის დინა რატომ გაგაცეს მოხდება? წესი ეგეთია და ეხლა მე ჩემგან რა გინდა? მეუფე გრიგოლის მიმართვის პათოს ეკლესიის წიაღშიც იზიარებენ, თუმცა საჯაროდ საეკლესიო აგრძალვის შემდეგ საკუთარი აზრის გამოხატვაზე მხოლოდ რამდენიმე საეკლესიო პირი თანხმდება. სამღვდელოების გარკვეულ პირთა უკანონო ქმედებებს მეუფე აბრაამიც ადასტურებს და ამბობს, რომ უწმინდესის მხრიდან სიჩუმე იმის დასტურია, რომ პატრიარქზე ზეწოლა ხდება. გარკვეული ზეწოლა მის უწმინდესობაზე არის, იმიტომ რომ
იმ ადამიანების მოქმედება, რომლებიც ეკლესიის სახელით და ეკლესიის მრევლის სახელით გამოდიან და თავიანთ პოზიციას თავს ახვევენ საზოგადოებას, ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მიდის იმ პოზიციასთან, რომელსაც მისი უწმინდესობა ამჟღავნებს გნებავთ ეპისტოლეში, გნებავთ ქადაგებაში და გნებავთ პირად საუბრებში. ფაქტი, რომ მთავარ ეპისკოპოს პატრიარქისთვის ხმის მიწვრთანა მხოლოდ მედიის ფურცლებიდან შეუძლია, უკვე მრავლის მეტყველი და შემაშფოთებელია. მიიჩნევენ მრევლსა და ეკლესიაში. როდესაც გადავშალი გაზეთი 24 საათი და გავეცანი მისი მაღალყოვად უსამართლო ესობა გრიგოლის მიერ დაწერილ წერილს, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, ვინაიდან რადგანაც თვით ისეთ მაღალ იერარქს, როგორც მეუფე გრიგოლია, არ აქვს საშუალება და არ ძალუძს მას, რომ მიაწვინოს ხმა თვით პატრიარქს და წმინდა სინოდს. წერილის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკუმენიზმის თემას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. კაფეო განმარტება უნდა მიესეს იმას, თუ რა არის ამ ორგანიზაციების დღევანდელ საქმიანობაში ისეთი მიუღებელი, რაც შეუძლებელს ხდის მათში მონაწილეობას და რა არის ის დადებითი და მისაღები, რაც შესაძლებელს გახდიდა მათთან თანამშრომლობას ნებისმიერი ფორმით, თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით. ამ საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 5 წლის განმავლობაში იყო. მათგან დახმარების სახით 10 წლების განმავლობაში არაერთი აქცია განხორციელებულა. საქართველოს ეკლესიის ყოფნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და სხვა ეკუმენურ ორგანიზაციებში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო 60-იანი 70-იანი წლების დროს, როდესაც ათეიზმის პირობებში საქართველოს ეკლესიას ჰქონდა შესაძლებლობა დაიფიქსირებინა საერთაშორისო დონეზე თავისი არსებობა. არაერთხელ დააყენა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხები ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ, რომელიც არის ძალიან ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაცია, დაიბეჭდა უამრავი საღვთისმსახურო წიგნი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შეწევნით და სულ შორს რომ არ წავიდეთ, ახლა ეს ცნობილი ფაქტი არის ოქონის ტრიპტიქონი, რომელიც დაბრუნდა შვეიცარიიდან, აი ამის თანხები გაიყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ. დღეს თბილისში იმყოფება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელი. გენერალური მდივნის მოადგილე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი გეორგიოს ლემოპოლუსი, ევროპის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი სილვია რულო და საღვთისმეტყველო კომისიის რწმენა და ერთობის წევრი ოქსფორდის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი თამარ გრძელიძე. ისინი პატრიარქთან შეხვედრამდე კომენტარზე უარს აცხადებენ. შეხვედრა კი ხვალისთვისაა დაგეგმილი. სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრისას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მათ შორის 24 საათში გამოქვეყნებულ წერილზეც იქნება საუბარი. იქამდე დისკუსია საზოგადოებაში დაიწყო. ლევან აბაშიძე თეოლოგიის, ეკლესიისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო შეთანხმების მომზადებისას ერთ-ერთი ექსპერტ-კონსულტანტი იყო. დღეს ლევან აბაშიძე ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოებას შორის არსებულ პრობლემებზე საუბრობს. იმის მაგივრად, რომ ეკლესიაში იყოს ძირითადად სახარებაზე ლაპარაკიან, თქვათ იგივე ეკლესიის ტრადიციაზე, წმინდა მამების წიგნები და ასე შემდეგ, ძირითადად რაც მას ხვდება, ეს არის მტრები, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თურმე შემოსაზღვრულია რაღაც მტრებით, პირველი მტერი არის ეკუმენიზმი, კიდე რაღაცა სხვა ქრისტიანული კონფესიები და ეს აბსოლუტურად არასწორ სულიერებას ბადებს. რაც დამღუპელი გულახდილია საკუთარ მიმართვაში მეუფე გრიგოლიც. ჭეშმარიტების პრივატიზაცია შეუძლებელია. იგი ხომ ყველასთვის არის მოცემული და მას ვერც დაშინებით და ტერორით წარქმევ ადამიანს და ვერც ხელკეტებით ჩაუტენი თავში. მაგრამ სამწუხაროდ თქვენ უწმინდესობამ მართლა ისეთ სიბნელეს და ფანატიკურ აზროვნებას აქვს ადგილი, რომ ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტებაც კი გაუგებარი და მიუღებელი ხდება ამ ჯგუფებისთვის და მათი ქმედებები სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს, ეკლესიისა და თვით ხალხის ინტერესებთან. ეს იყო ფრაგმენტი 24 საათში გამოქვეყნებული